ეკონომიკური და ტექნოლოგიური უპირატესობა არის საუკეთესო გზა ომის თავიდან ასაცილებლად. ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, ავტონომიური სისტემები, კოსმოსი და ენერგია მომავლის ძალის წყაროებად განიხილება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტაივანს, როგორც ნახევარგამტარების მთავარ მწარმოებელს მსოფლიოში და ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის შემაკავშირებელს. ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ნავიგაციის თავისუფლებას. ცნობისთვის მაყურებელმა უკვე ამ ეპიზოდიდან კარგად იცის, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ზონაა, რომლის 90%-ზეც ჩინეთს აქვს პრეტენზია. აქ კი მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის კრიტიკული ნაწილი გადის. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ შეერთებულ შტატებს სურს ამ საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების შენარჩუნება და რომელიმე ერთი ძალის დომინაციის არიდება ამ რეგიონში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ერთ ძალად ჩინეთი ღიად არ არის დასახელებული და აქ ადმინისტრაცია განგებ იყენებს ბუნდოვან ტერმინოლოგიას. და რატომ თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ. თუმცა რაც ცალსახად შესამჩნევია, არის ის, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს რეგიონის უსაფრთხოებაზე მარტო ზრუნვას. ვაშინგტონი მკაფიოდ მოითხოვს, რომ იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და სხვა პარტნიორებმა მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და არა მარტო. ანალოგიური რიტორიკა შეინიშნება ევროპასთან მიმართებითაც.